შეხვედრა, რომელსაც სტუმარიც და მასპინძელიც პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს და ოპტიმიზმის საფუძველს უწოდებს. კოლუმბიის პრეზიდენტი, რომელიც მანამდე დონალდ ტრამპის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსი იყო, თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტის მიმართ დადებითად განეწყო. ხარეთად თითქმის 2 საათიანი მოლაპარაკებების მთავარ საკითხებს შორის ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, ასევე ნარკოვაჭრობის იღვლილ მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემის გადაჭრის გზები იყო. დადებითი გზავნილების მიუხედავად მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ისევ რჩება. ვაშინგტონი, რომელმაც სამხრეთ ამერიკულ კონტინენტზე კრიმინალის აღმოსაფხვრად ბრძოლა დაისახა მიზნად, ჯერჯერობით კონკრეტულ სახელმწიფოებზე ეკონომიკური წნეხით ცდილობს ამ მიზნის მიღწევას. კოლუმბიის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ფოკუსი არასწორად არის მიმართული, რაზეც როგორც ამბობს, თავის ამერიკელ კოლეგასაც აცნობა. ამიტომ მგონია, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, დღევანდელმა შეხვედრამ ოპტიმიზმისა და თავდაჯერებულობის შეგრძნება დაგვიტოვა. რას ვფიქრობ ნანახისა და მოსმენილის შემდეგ, გაურკვევლობაა არსებული რეალობისადმი. მაგალითად, ისეთ პრობლემებში, როგორიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაა, ასევე ენერგეტიკა. რა თქმა უნდა, ამ პრობლემებისადმი სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს. ზოგიერთი მეტად აგრესიული, ზოგიერთი უფრო კონსტრუქციული. როგორი ამერიკის შეერთებული შტატების როლი ჩვენ საზღვრებთან, ვენესუელის მიმართ, თუ არა მაგალითად სანქციების მოხსნა. რეალობა არის ის, რასაც ბევრჯერ ვიმეორებ, რომ კოლუმბია და ვენესუელა არის ერთი ხალხი, ერთი ისტორიით. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ლიდერებს, ამ ყველაფრის საწყის. ამერიკაში, ისევე როგორც კოლუმბიაში, არსებობს მოსაზრება, რომელიც სადაზვერვო და პოლიტიკურ სტრუქტურებშიც კი არის გამჯდარი. ამ მოსაზრების თანახმად, ყველაფრის საწყისი არიან კოლუმბიაში. ფორმაში ჩაცმული და შეიარაღებული პირები სხვადასხვა მეტსახელით, რომლებიც ცნობილი არიან კოლუმბიელი ჟურნალისტებისთვის. ნარკოვაჭრობის პირველი ხაზი ეს არ არის, რაც თქვენ გგონიათ. ნარკოვაჭრობის პირველი ხაზი მდებარეობს დუბაიში, მადრიდსა და მაიამიში. ამერიკული სპეცსამსახურებისთვის ეს ცნობილია. პრეზიდენტ ტრამპს დაუსახელე მათი ვინაობა და კავშირები თავიანთი წრის მიღმა. ეს არიან ლიდერთა შორის ლიდერები. მათი დედაქალაქები კოლუმბიის ფარგლებს გარეთაა და მათ უნდა ვებრძოლოთ ერთობლივად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილის სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით. ამ საკითხზე ვმუშაობდით და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. საუკეთესო მეგობრები ნამდვილად არ ყოფილვართ. არც მწყენია, რადგან მას არასდროს შევხედრი ვარ და საერთოდ არ ვიცნობდი. ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, მათ შორის სანქციებზე. შეხვედრას დადებითად შევაფასებდი. ვფიქრობ, ის ბრწყინვალე იყო და ერთმანეთსაც კარგად გავუგეთ. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის პარალელურად ბოგოტაში კოლუმბიის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. ადგილობრივების თქმით, ამერიკას სურს დაამყაროს კონტროლი მთელ მსოფლიოზე, თუმცა მიაჩნიათ, რომ კოლუმბიის შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან როგორც ამბობენ, მათ ქვეყანას ბრძენი პრეზიდენტი წარმოადგენს, ხოლო დონალდ ტრამპი ულტრამემარჯვენეთა ტყუილებით შეცდომაშია შეყვანილი. ამერიკასთან დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ვენესუელაში, სადაც რამდენიმე დღიანი ვიზიტი თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი იმყოფებოდა. ყოველთვის ვამბობ, რომ პატივისცემა არავის არაფერს არ თმევს. თავაზიანობა არავის არაფერს არ თმევს, ის მხოლოდ მატებს. ვთვლი, რომ სწორედ ჩვენ ვუჩვენებთ მსოფლიოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც უნდა იყოს ყველაფერი. ნიკოლას მადუროს ძალაუფლებიდან ჩამოშორების ერთი თვის თავზე ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს. გვერდად მცირდება მოსკოვის მოკავშირეთა რაოდენობა. ვაშინგტონი კი საკუთარი გავლენების გაძლიერებას პერიოდულად დიპლომატიური, ეკონომიკური ზეწოლის, სანქციების პოლიტიკითა თუ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალური სამხედრო ოპერაციების მეშვეობით ცდილობს. თეთრ სახლში ამბობენ, რომ ასე იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებსაც.